ყველა კვირა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა იქადაგება И каждое воскресенье проповедуется очень важное და слово. ყოველი სიტყვა გვამზადებს ღმერთის დიდებული საქმეების И გასაკეთებლად. оно подготавливает нас к тому, чтобы мы делали большие дела Божьего. დასაწყისში არ გეტყვით რაზე ვაპირებ ქადაგებას, შესავალს გავაკეთებ და შემდეგ გაგიცხადებთ Я не საფაუს. скажу конкретно, о чем буду проповедовать, я сделаю введение, а потом уже мы поймем. მინდა წავიკითხო ეკლესიასის წიგნისგან მე-11 თავის მე-4 მუხლი. И прочитаем с Екклесиаста 11 главы 4 стих. ძალიან საკმაოდ ცნობილი მუხლი არის И это довольно-таки знаменитый стих. და ძალიან კარგ შესავალს გაგვიკეთებს იმ მნიშვნელოვანი თემისთვის, რომელზეც დღეს И ვისაუბრებთ. он хорошо ведет нас в ту тему, которую мы должны сегодня слушать. მოგესალმებით, ბევრ უცხო სახეს ვხედავ. Я вижу много новых лиц, ყველა ვინც ლაივში приветствую вас. გვიყურებს, И все, кто смотрит в лайве, მინდა გითხრათ, რომ ეს შენი დღე არის. и я хочу сказать вам, это ваш день. ეს უფალი და გველაპარაკება. Сегодня Господь будет говорить нам. ამენ. Аминь. ეკლესიასtes 11:4. Екклесиаста 11:4. ქარის მაყურებელი ვერ დათესავს და ღრუბლის შემყურე ვერ მოიმკისო. Кто озирается на ветер, не посеет. Кто озирается на тучи, не пожнет. კიდევ ერთხელ წავიკითხო. Давай еще раз прочитаем. ქარის მაყურებელი ვერ დათესავს და ღრუბლის შემყურე ვერ მოიმკისო. Кто озирается на ветер, не посеет. Кто озирается на тучи, не пожнет. უნდა თუ არა ძვირფასება როგორ ფიქრობთ ამ მუხლს გაშიფრვა? Нужно ли делать расшифровку этому стиху? რატომაც ქრისტიანებს გჭირდება ამ მუხლში ცოტა უფრო ღრმად ჩაღრმავება? И не знаю, почему-то нам, христианам, нужно глубоко входить в этот стих. და ვიდრე მას ასე ვთქვათ სიღრმეებში განვიხილავთ, მინდა უბრალოდ ცოტა მიწაზე დავეშვათ ხოლმე და ამ ქვეყნიურად, ჩვეულებრივ ადამიანურად შევხედოთ ამ მუხლს. И я хочу, чтобы прежде чем мы пойдем дальше, немного глубже пошли в этот стих и спустились на землю. ადამიანები ძვირფასება ოდითგანვე თესვამკით ინახავდნენ საკუთარ თავს. И очень зачастую люди, они себя сохраняют тем, что сеют и жнут. რაც არ უნდა ისტორია გავიდეს, რაც არ უნდა ტექნოლოგია განვითარდეს, ძვირფასება თესვა და მკა ვერასოდეს ვერ იქნება დედამიწიდან ამოღებული. И как бы технологии не шли вперед, как бы люди себя не усовершенствовали, сеяние и жатва никуда не деваются. იმიტომ რომ ჩვენი არსებობა, ფიზიკური არსებობა მკაზე არის დამოკიდებული. Потому что наше физическое состояние, оно относится к этому. ადამიანი სანოვაგეს მარცვლეულს მოიპოვებს. Когда человек приобретает что-то, მაგრამ ვიდრე მკა დადგება, მანამ წინ თესვა უძღვის. прежде чем он приобретет, он должен посеять. ვინაიდან თუ ადამიანს უნდა რაღაც მოიმკას, უწინ რაღაც ჯერ უნდა დათესოს, ასეთი კანონზომიერება И დედამიწაზე. это закон земли. Прежде чем пожать, ты должен что-то посеять. და იესომაც თქვა ძვირფასება, რომ ცათასასუფეველი თესლის პრინციპზე არის აგებული. И Иисус сказал, что Царство Небесное, оно на этом принципе რომ основано. რაღაც უნდა დაითესოს, თუ კიდე რომ მანამ რა შემდგომში რაღაც მოიმკა. И прежде чем ты что-то хочешь получить, ты должен это отдать или посеять. მაგრამ ნახეთ რა არის ნათქვამი აი ამ ფერმერზე, რომელმაც ძალიან კარგად იცის თესვამკის პრინციპი. И что сказано о фермере, который очень прекрасно знает этот закон. რომ ქარის მაყურებელი ვერასოდეს ვერ დათესავს და ღრუბლის მაყურებელიც ვერასოდეს ვერ Что მოიმკის. человек, который озирается на ветер, он не сможет посеять, а человек, который озирается на тучи, не сможет и пожать. თუ ეხლა შენ ფიქრობ რომ მე ფინანსებზე ვაპირებ, ქადაგებას ძალიან ცდები. Если ты сейчас подумал о том, что я должен буду проповедовать о финансах, ты очень ошибся. მინდა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხო დღევანდელ Я დღეს. очень хочу коснуться важного слова. ბიბლია ამბობს ქარის მაყურებელი, То есть Библия говорит, человек, ღრუბლის смотрящий на ветер, მაყურებელი. или человек, смотрящий на тучи. იცით ეს არის გარემოება, რაზე დაკვირვების გამოც ადამიანი ან თესვაზე ამბობს უარს, ან მკაზე ამბობს უარს. Это означает, что человек, который зависит от обстоятельств, который вокруг него, и он смотрит на них, он перестает или сеять, или перестает жать. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი გავიდა დასათესა და დათესა, Человек вышел на поле и посеял, საკმაოდ კარგი მოსავალი აქვს, и у него очень хорошая მაგრამ посеял. რაღაც ღრუბელიანობა შეიცვალა, გარემო შეიცვალა და უარს ამბობს მკაზე. И человек увидел какие-то тучи, то есть у него появились какие-то обстоятельства, и он отказался от того, чтобы собрать этот როგორ урожай. ფიქრობთ მას როგორი ზამთარიელის? Как вы думаете, какая зима его ожидает? ან როგორ ფიქრობთ ადამიანი რომელიც აქვს იცი რა დღეს ქარია და მოდი არ დავთესაო? Или человек, который говорит,
говорит, ну сегодня ветрено, давай не буду я сегодня ან сеять. დღეს წვიმა, Или сегодня ან дождливо, დღეს ძალიან ცხელა. или сегодня слишком ხოიცით, жарко. ადამიანები როგორები ვართ, ჩვენთვის მოსაწონი ამინდი ხო არ გაჩნდა Ну, დედამიწაზე. на самом деле, к сожалению, пока погоды по нашему состоянию еще нет. ხან ცხელა, ხან ცივა, ხან ქარია, ხან რა ვიცი რა არის. То нам жарко, то нам холодно, то ветрено, то дождливо. თუ В общем, не знаю. გარემოებას დაუწყებთ ყურებას, ვერასოდეს ვერ დავთესავთ და შესაბამისად ვერასოდეს ვერ И მოვიმკით. если мы начнем смотреть на обстоятельства, мы никогда не сможем посеять и никогда не сможем пожать. ყოველთვის ვეძებთ რაღაცა ისეთ ხელსაყრელ პირობებს, ახელსაყრელ გარემოს, სადაც მოგვინდება თესვა, ან მოგვინდება И მკა. вот мы всегда ожидаем того состояния, когда мы захотим или посеять, или пожать. ვიცილობთ რომ რაღაცა კლიმატის უკეთესი პირობებს დაველოდოთ ხოლმე, მოლონდიში ვართ. И мы вот включаем такое ожидание, вот сейчас изменится погода, и у меня все получится. და აი ამ კლიმატის მოლონდიშიც ვიფასებო თესვის ჟამიც ჩაგვიქროლებს და მკის ჟამიც ჩამოგვიქროლებს. И вот в этом ожидании мы упускаем тот момент, когда нужно посеять, и в то же время упускаем тот момент, когда это აი нужно ამის собрать. გამო არის უნაყოფობა И ეკლესიაში. вот поэтому есть вот это бесплодие в церкви. ამის გამო არის უნაყოფობა ეკლესიაში. И вот из-за этого ожидания есть вот эта неплодность в церкви. იცით, ქარები და ღრუბლები ეს არის ერთგვარი მითები, რასაც ვიმიზეზებთ, რომ არ ვთესოთ ან არ მოვიმკათ. И это вот единственные такие моменты, когда мы придумываем себе о том, чтобы отдалить от себя посев или жатву. იცით, ეკლესიაში რაღაცომაც ეშმაკმა შემოიტანა გარკვეული ქარები, ღრუბლები, ერთგვარი მითები, მოგონილი ამბები, რის გამოც ხან თესვაზე და ხან მკაზე ვამბობთ И უარს. дьявол каким-то образом смог внести в церковь вот эти мифы, обстоятельства, на которые человек смотрит и оттягивает посев, и, естественно, оттягивает и сбор урожая. ჩემ ქადაგებას ქვია И на мое слово проповедь называется სახარებისთვის მობილიზაცია მითების დამსხვრევა. это мобилизация евангелизма и разрушение мифов. სახარებისთვის მობილიზაცია, მაგრამ მითებია და Мобилизация სამსხვრევა. для евангелизации, но разрушение мифов. იცი დღევანდელ დღეს ძვიფასებო ალბათ არ მეგუნება ეკლესიაში არც ერთი ეკლესიის წევრი, რომელსაც სურვილი აქონია, რომ ეკლესია იყოს დიდი და მზარდი. И я сегодня не встречал человека, который бы не хотел, чтобы его церковь она была большой и растущей. ყველას სურს ძვიფასებო დიდი ეკლესიაში ვიყოთ. И мы все хотим и желаем находиться в большой растущей церкви, ბევრი ხალხი იყოს, чтобы было много людей, ბევრი მსმენელი იყოს. чтобы было много слушателей. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ არასწორი მოტივები უდევს ხოლმე ამას უკან. К сожалению, иногда мотивы не очень хорошие и правильные за этим стоят. ზოგჯერ შეიძლება ვფიქრობთ ხოლმე, რომ რაღაც უფრო პომპეზური იქნება, უფრო მაგარი იქნება, უფრო დიდი იქნება. Иногда наши ожидания они становятся такими, что будет помпезно, что-то будет большое, что-то будет грандиозное. იცით, ჩვენ როცა ვფიქრობთ, რომ ეკლესია უნდა იყოს მზდადი, ეკლესია უნდა იყოს დიდი, უწინარეს ყოვლისა რა მოგვდის გონებაში და ფიქრად. И вот когда мы думаем о том, что церковь должна быть растущей, большой, что же приходит нам в голову в первую очередь? ალბათ вფიქრობთ, რომ უფრო ბევრი ვიქნებით, უფრო მეტრი ვიქნებით და უფრო კარგი იქნება. И мы думаем, наверное, большую часть о том, что нас будет много, и это ეს будет хорошо. არა ცუდი ფიქრები, მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა თუ ცოტა სხვაგვარად შევხედავდით ამ И საკითხს. да, это не совсем плохо, но было бы хорошо, если бы мы смотрели немного по-другому на этот вопрос. ეკლესია უნდა იყოს დიდი და მზდადი, არა იმიტომ, რომ ძვიფასებო ჩვენ ვიგრძნოთ თავი კარგ, კომფორტულ გარემოში. И церковь должна быть большой, растущей, но не для того, чтобы мы чувствовали себя комфортно в რაღაც этой უფრო среде. დიდის, პომპეზურის ნაწილად. Как бы вы ощущали себя вот этом помпезности, частью этого. არამედ უწინარეს ყოვლისა ეს ნიშნავს, რომ ერში ხდება ადამიანთა გადარჩენა. Но это означает, что когда церковь большая и растущая, это означает, что
мир, то есть наша страна, она спасается. ეკლესია იმიტომ კი არ უნდა იზრდებოდეს ძვირფასებო რომ ჩვენ ვიგრძნოთ თავი რაღაცნაირად რეალიზებულად. И церковь не должна расти только потому, что мы можем реализоваться в этом. არამედ იმიტომ რომ ამ ერს რომელიც აი ამ კედლების მიღმა არის ყველა ამ ადამიანს ჭირდება სულის დახსნა Но это ძვირფასებო. означает о том, что люди, которые находятся за стенами этой церкви, они нуждаются в როდესაც спасении. საუბრობთ ხოლმე ძვირფასებო სახარების ქადაგებაზე და გადარჩენის გავრცელებაზე. И вот когда мы начинаем говорить о том, что нужно распространять Слово Божье и о том, что нужно идти евангелизировать, შეიძლება ვინმე ფიქრობ ძვირფასებო ასე და ესეც ერთგვარი შეიძლება მითია რომელიც დასამსხვრევი გექნება и, დღევანდელ დღეს. возможно, кто-то уже так думает, и это один из мифов, который, возможно, тебе придется რომ сломать. სახარების ქადაგება ეს ეკლესიის მწყემსის საქმე არის. И, возможно, ты думаешь, что, знаете, евангелизация, проповедь – это дело пастора. სხვათა შორის წყემსმა თქვა რომ ამის მერე დავიწყებთო სახარების ქადაგებაზე სწავლებას და მე ერთგვარ შესავალს ვაკეთებ ამ თემისას И ჩათვალე. пастор уже говорил о том, что мы начнем служить в том направлении, чтобы была евангелизация. ანუ ძვირფასებო ზოგჯერ ვფიქრობთ რომ ეს მწყემსის ან მსახურების ან ლიდერების ან ვიც აქ სცენაზე დგას სახარების ქადაგება ეს მათი საქმეა. И зачастую люди, приходящие в церковь, думают, что проповедовать, евангелизировать нужно те люди, которые стоят на этой сцене, пастыра, лидеры, это их дело. ან ვფიქრობ შეიძლება რომ რაღაცა სამახარებლო საევანგელიზაციო ჯგუფი შეიძლება შეიქმნას რომელსაც გაუშვებთ ქუჩაში და სახარებას იქადაგებენ და ადამიანს გადააჭერენ. Или же думаем о том, что мы должны создать группу людей, которая будет ходить по улицам, евангелизировать и займется этим делом. ან ზოგჯერ შეიძლება ვფიქრობ ძვირფასებო რომ ვინმე სხვისი საქმე არის, ოღონდ ჩემი საქმე არა. А зачастую иногда мы думаем, это не мое дело, меня это не касается, это вот кого-то другого. ხოდა რაც გინათ ის გიქნია, თქვენ თვითონ იქადაგეთ სახარება. Что хотите, делайте, проповедуйте, евангелизируйте, но это ваше дело. ან შეიძლება ვფიქრობთ რომ კვირის მსახურების თემა არის სახარების ქადაგება. Или же вы думаете, что проповедь Евангелия это тема воскресного служения. ა ბატონო, სამშაბათობით დავდივარ, გადაყლეფილი მაქვს, მუხლები, ენები, ხელები, რავი, ყვა ლოცულობ, შუამგოლობ, რომ ადამიანები გადარჩნენ. И я молюсь по вторникам, все время хожу на молитвенные, у меня уже все რა израсходовалось. სამშაბათის ლოცვა არ არის საკმარისი რომ ვიშუამგოლოთ ქვეყნისთვის? Что, разве недостаточно молитвенного служения, когда мы приходим и молимся за страну, за народ? რა არის ვიფასებო სინამდვილეში რეალური მიზეზი, რის გამოც არ იქადაგება სახარება? Что же на самом деле является той причиной, почему Евангелие не распространяется? იგივე ჯერ საერთოდ გამოგვიძების დრო არ დამდგარა. А может быть, еще не настало то время пробуждения? იგივე რაღაცა მოვლენას ველოდებით, რის მერე ზეციდან გავიგონებთ საყვირის ხმას და გეტყვიან, აი ეხლა დადგა დრო, შეგვიძლია წახულე და სახარება იქნება. Наверное, мы ждем какой-то трубный звук с неба, чтобы пойти и начать проповедовать. Вот сейчас это время настало. სახარების ქადაგება ვიფასებო ეს არ არის არც მწყემსის, არც ლიდერების და არც მსახურების პრეროგატივა. И проповедование Евангелия это не прерогатива только пастора, служителей. შეიძლება ვფიქრობთ, ეხლა მოდი კაი კონფერენციას მოვაწყობთ, კარგ מחარებელს მოვიწვევთ და ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს გადარჩენას. Возможно, ты сейчас думаешь, мы сделаем конференцию, пригласим хорошего проповедника, он приедет и многие спасутся. ყველაზე მეტი დახსნილები ვიფასებო ეკლესიაში მაშინ არიან, როდესაც ეკლესიის ყველა წევრი ბრძნობს პასუხისმგებლობას, რომ სახარების ქადაგება ეს მათი საქმე. И больше людей спасаются только тогда, когда каждый человек, приходящий в церковь, начинает чувствовать ответственность за то, что это его дело. ვიფასებო ეშმაკმა არ ვიცი, მაგრამ სამი რაღაც ესეთი მითი შემოაგდო ეკლესიაში, რის გამოც ადამიანები არ ქადაგებთ, ან ვერ ქადაგებთ საერთოდ სახარებას. И дьявол, он внес 3 мифа, из-за чего мы не проповедуем и не можем это делать. იცით, მე ვფიქრობ, რომ ეს ძველი წარმოდგენები, ძველი შეხედულებები იმდენად არის, განსაკუთრებით ვინც 90-იანებში მოინანია მათში გამყარებული. И очень много из-за того, что люди в 90-е покаялись, это в них настолько сильно сидит, устоялось. რომ ზოგჯერ ახალგაზრდა თაობა, რომელიც მზად არის გაბედულად ილაპარაკოს სახარების სიტყვა. И когда появляется молодое поколение, которое готово очень яростно и яростно проповедовать Слово Божье, ზოგჯერ მივდივართ
ვართ ხოლმე და Мы идем и говорим им: თლათ ეგრე ნუ ილაპარაკე. слушай, подожди, ну ты немножко остынь. ეხლა თლათ ესე ცოტა საკუთარ თავზე ციფიქრე. Немножко подумай о себе. ცოტა да. ხალხი რა სიტყვის Слушай, შენზე. ну что люди подумают о тебе? და ის კომპლექსები რა ჩვენ თვითონ И გაგვაჩნია. вот те комплексы, которые мы имели, მივდივარ და Мы იმ идём. ახალთაობას გადავწევთ, რომელსაც გაბედულება აქვს, იქადაგო სახარება ისე, როგორც სიდაბილეში უნდა იქადაგო. мы передаем свои комплексы этим молодому поколению, которое готово и с дерзновением нести Слово Божье в народ. და აი ამ კომპლექსებს ვიფასებო ზოგჯერ ახალთაობას უზიარებ და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. И вот когда мы делимся этими комплексами с новым поколением, молодым, это большая ошибка. პირველი მითის კატეგორია ვიფასებო გვეხება ჩვენ თვითონ. Первый миф касается нас самих. სამ კატეგორიად დავყავთ ვიფასებო მითებს. Я на 3 части поделил эти мифы. პირველი მითები გვეხება ჩვენ. Первые мифы касаются нас лично. მეორე მითები ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც ეკლესიაში არაა და გადარჩენა ჭირდება. И второй миф касается тех людей, которые вне церкви и которые нуждаются в ხოლო воскресении. მესამე მითები ეხება თავად ღმერთს. А третьи мифы, они касаются самого Бога. მითი ნიშნავს ვიფასებო არასწორ შეხედულებას, რის გამოც რაღაც არასწორად ფუნქციონირებს. То есть миф это то, что воспринято неправильно и функционирует неправильно. ძალიან ხშირად ვიფასებო საკუთარ თავზე, როცა ვჯელობთ, ჩვენ ვფიქრობთ ხოლმე ასე. Когда мы думаем о себе, мы начинаем размышлять так. თავარია მე ხომ გადავრჩი. Слушай, ну главное, я же спасся. მე ხო დაღუპვის კანდიდატი არ ვარ. Я же уже не кандидат. როცა ჩემი სიცოცხლე დასრულდება, მე ხო ჯოჯოხეთში არ Ну, წავალ. если я умру завтра, я же не иду в ад. იმას უკადაგე სახარება, ну. თუ არც მოინანიებს. Ну, тут даже если не покаяться, ну подумай. ჩანდაბამდე გზაქონია. Ну, пускай идет к чертям. იცით, ვიფასებო ზოგჯერ ჩვენ იმდენად ვართ საკუთარი თავი და თვით გადარჩენით И დაკავებულები. вот мы настолько очень узко мыслим о том, что мы сами спаслись и хватит. იმდენად ვართ თვით კმაყოფილებით И დაკავებული. мы настолько усовершенствовали себя в том, что мы, главное, довольны тем, что есть. იმდენად ვართ საკუთარი თავის თვით რეალიზაციით დაკავებული. Мы думаем только о том, чтобы самореализоваться. რომ сами. რაღაცომაც ზოგჯერ ეკლესია კარგ კლუბად გადავაქციეთ. И воспринимаем церковь как хороший клуб. ანუ ზოგჯერ ვფიქრობ ვიფასებო რომ ნუ მორწმუნე ვარ, ახლა ბევრი გასართობი არ აქვს, ღამის კლუბში მე არ დავდივარ, იქ მე არ დავდივარ, არ ვლოთავობ, არ ქურდობ, არ ბრუშობ. Ну, я уверовала так, в клубы ночные ходить не могу, пить не могу, курить не могу. Ну, что еще остается? ქვეყნიერებაზე არ მინდა, В мир не хочется. მოდი экклесიაში Ну, ვივიდე. давай буду ходить в церковь. კარგი ეკლესიაში ყოფნა. Хорошее место. დებთან ძმებთან მოზიარება. Быть с братьями, сестрами в общении. ჭუკჭუკებთ. Ну, мы хорошо так общаемся. ერთმანეთს ვეფერებით, ვეხუტებით, Обнимаемся, მოვიკითხავთ. спрашиваем у друг друга. თუ იმეს რამე უჭის, მათთვის ვილოცებთ კიდეც, Ну, კაცო. если кому-то в чем нужда есть, помолимся о თუ нем. განკურნება უნდა, ვილოცებთ და Какая განიკურნება. проблема, нужно исцеление, ну помолимся. ვიფასებო, он ეს исцелится. ყველაფერი კარგია. Это все хорошо. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. Мы одна семья. ბიბლია ამბობს, რომ ჩვენ ვართ ერთმანეთის დები და ძმები. И Библия говорит нам о том, что мы являемся ჩვენ сестрами. ვართ ერთი ოჯახის შვილები. Мы одна семья. ერთი მამის შვილები. Дети одного და отца. ღმერთის ნება არის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ И ერთმანეთზე. Божья воля состоит в том, чтобы мы заботились друг о друге. მაგრამ ზოგჯერ იმდენად ხდებით გატაცებული საკუთარ თავზე მზრუნველობით. Но мы настолько увлекаемся тем, что заботимся только друг о друге, საკუთარი о себе, თავის თვით განვითარებით. только о том, чтобы о себя поднять, развести, თვით ფილებით. самореализоваться საკუთარი თავის სახურებით. и даже служить самому себе. ჩართულებიც ვართ სახურებაში. И мы служим, увлечены в რომ служение. იქ სადღაცა ზეცაში რომ მივალ, თუ თქვა მე ხომ გემსახურებოდი. Ну, придя на небо, сказать: Бог, ну я же служил. მე ხომ ეკლესიაში ამას და ამას და ამას და ამას Я ვაკეთებ. вот в церкви это делал. და ამით ზოგჯერ სიძისაც ვიმშვიდებთ. И таким образом мы немного себя კარგი успокаиваем. გალობა არის. Хорошее прославление, კარგი სკამები აქვს, თბილად ვზივართ. хорошие стулья, мы мягко на них сидим. კონდიციონერი, გამწვევის სისტემა. Кондиционер, система. სახურების შემდეგ პეჩენიებითაც Ну, გაგიმასპისდებიან. печенье есть там после служения. ტბილი გარემოა.
Ну, сладкое место, თუ да? გამიჭირდება, ვიცი ვის უნდა Ну, если вдруг დაურეკო. мне понадобится что-то, знаю, кому რომ набраться. ილოცონ ჩემთვის იშუა მდგომო. Чтобы помолились, стали в проломе за меня. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ზორეთ აი ეს ზოგჯერ დაბკოლებად გვექცევა. И это очень хорошо, но зачастую это становится той преградой для нас, იმიტომ რომ ამის იქით უკვე აღარაფერზე აღარ так ვფიქრობ. как мы за пределами этого уже перестаем იმიტომ რომ думать. საკუთარი თავი ძალიან კარგ კომფორტში მოვაყენეთ, ჩავაყენეთ. Потому что мы попали в хороший комфорт и გახსოვთ ერთხელ იესომ პეტრე, იოანე და იაკობი მთაზე აიყვანა და გარდაისახა. когда Иисус во время преображения забрал своих учеников на небо, на гору, ბიბლია ამბობს, რომ ღმერთის თანდასწრება ჩამოვიდა ღრუბლის სახით და ღმერთის ხმაც კი გაისმა. и говорится о том, что облако было спущено, и голос Божий был слышен. იესო გარდაისახა მათ წინაშე. И Иисус, Он преобразился перед ними, და პეტრე, იოანე და იაკობი გაოცებული и они были восхищены этим явлением, და მაგარი იდეა დაებადათ. и у них возникла очень хорошая идея. იესო უყურებენ მოსეს და ელიას, რომელიც იესოს Они ელაპარაკებიან. увидели и Моисея, и Илью, который разговаривает с Иисусом. მათეს მეჩვიდეთ და თავში წაიკითხოთ И ეს вы მომენტი. можете прочитать это в Матфея 17 главе. და პეტრეს კარგი იდეა. И Петру пришла очень хорошая მოდი идея. დავცეთ სამი კარავი. Давай откроем здесь 3 ერთი палатки. მოსესთვის, Одну для Моисея, ერთი ელიასთვის, одну для Ильи, ერთი შენთვის, одну для тебя, Иисус. ჩვენს თქვენს ირგვლივ А мы ვიქნებით. будем вот около Да вас. молодцы, я выкот. Давай будем, останемся ქვევით здесь. აღარ ჩავიდეთ. Что нам там внизу делать? რა გვინდა ქვევით? Что нам? აი იმ ცოდვილებში. Вот у этих грешников. აქ ხო კომფორტულად გრძნობს. Мы же здесь комфортно себя ღმერთის чувствуем. თანდასწრება. Присутствие Божье. რა მაგარი ცხებულება. Очень прекрасное გამოცხადება присутствие. გამოცხადებაზე. Откровение за откровением სული წმინდის приходит. ღრუბელი. Духа Святого Мосе, облака. Элия. Моисей, Илья. ზეცაში არიან. Ну, почти на небе. ესეუნება. აბა ერთი ცოტა აზე მოდით Иисус ბიჭებო. говорит, так, стоп. А ну, придите в себя сейчас прямо. ქვევით უნდა ჩავიდეთ. Не, мы должны спуститься вниз. იცით ზოგჯერ აი ასე კომფორტულად ვიგრძობთ ხოლმე ეკლესიაში თავს. И вот зачастую мы вот так комфортно себя ощущаем в церкви. ერთმანეთის თანდასწრებაში კომფორტულად გრძნობთ თავს. В окружении друг друга мы в комфорте. კმაყოფილი ვართ იმ ღმერთის ცხებულებით, რაც არის ეკლესიაში. И нам достаточно того присутствия, которое есть в церкви Божьей. მოვაწყობთ ჩვენს კარვებს, Мы открываем себе палатки ზოგჯერ ჩვენს სახურებებს, нашим лидерам, ჩვენს служителям გულის ჭიას ვახარებთ, რო и იტყვიან. удовлетворяем своего червяка, და своего აი сердца. კედლების მიღმა ვინც არიან, А вот то, что происходит за стенами этой церкви, მათზე ზოგჯერ საერთოდ არ ვფიქრობთ. как бы нам и дела нет. გამოცხადების ციკლში ლავდიკიის ეკლესიაზე გახსოვთ მე რამოდენიმე კვირის წინ ვისაუბრე ამის შესახებ. И в Откровении, когда Бог обращался к Ладикийской церкви, я говорил несколько воскресений назад об ისინი этом. ამბობდნენ, ჩვენ გავდიდდით, ყველაფერი გვაქვს და არაფრის დანაკლისს არ განვიცდით. Они говорили о том, что, слушайте, мы разбогатели, у нас все есть, и мы ни в чем не имеем нужды. იცით, ეკლესიაში ისწავლება ღმერთის შესახებ და ღვთიური პრინციპების შესახებ. И в церкви идет проповеди о том, что есть, делает Бог, и о Его величии. ზოგჯერ ვეჭიდებით აი ამ სიტყვას, ზოგჯერ ვეჭიდებით აი ამ პრინციპებს და შემდეგ ცხოვრობთ აი ამ წესის Мы მიხედვით. утверждаемся, мы цепляемся за эти принципы и живем по ним. და კმაყოფილდებით ამით. И наслаждаемся этим, Დიდრდებით удовлетворяемся, ამით. мы богатеем этим. და ვფიქრობთ, რომ მეტი საჭიროება არ გაგვაჩნია. И начинаем думать о том, что больше нужды-то и нет. და ამ დროს იესო კი ლაპარაკობს, რომ თქვენ არც კი იცით, რომ ღარიბნი, ღატაკი, ბრმები და შიშვლები ხართ. Но Бог, Иисус в это время обращается к этой церкви и говорит, вы даже не подозреваете, что вы наги, слепы и бедны. ზოგჯერ თვითკმაყოფილება იმდენად გვაბრმავებს, ვიფასებო, რომ საკუთარი თავის გარდა, საკუთარი კომფორტის გარდა, ჩვენ სირგვლივ სხვას ვეღარავის ვეღარ И вот зачастую мы настолько удовлетворяемся собой, что перестаем видеть, что происходит вокруг нас. ფილიპელთა წერილის მეორე თავის 21 მუხში ასეთი რაღაც წერია. Филиппийцам 2 глава. ფილიპელთა 2:21. Филиппийцам 2 глава, 22 стих. პავლე მოციქული ლაპარაკობს ტიმოთეზე და ასეთ რამეს ამბობს. იმიტომ რომ ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია. ფილიპელთა 2:21. Филиппийцам 2:21. Все преследуют свои цели, но не ту, что и Иисуса Христа.
ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია. Все преследуют свои цели, но не ту цель, которая является от Иисуса. ზოგჯერ ის გვაინტერესებს, ვიფასებო, რაოდენ გვაკურთხა ღმერთმა ქრისტე იესოში, რაოდენ წარმატებულები შეგვიძლია გავხდეთ და ასე შემდეგ და Мы ასე. зачастую начинаем думать о том, как же нас Бог благословил, как хорошо нам в этом всем. მაგრამ ზოგჯერ გვავიწყდებათ ვიფასებო, რომ ჩვენ გადაგვარჩინეს არა იმიტომ, რომ მარტო ვიყოთ გადარჩენილი. И мы забываем, что нас спасли не только для того, чтобы мы были спасенными, ჩვენ გადაგვარჩინეს, რათა ჩვენ სხვები გადავარჩინოთ. но нас спасли для того, чтобы мы спасали других. ჩვენ ვიფასებო, ჩვენთვის რომ არ ეკადაგა ვიღაცა სახარება, ან არ დავეპატიჟებინეთ ეკლესიაში, ან ქუჩაში ვიღაცა არ გაგვსაუბრებოდა ღმერთის შესახებ. Если бы когда-то в нашей жизни кто-то не пригласил бы нас в церковь, если бы кто-то не проповедовал нас, если кто-то нас не остановил бы на улице, როგორ ფიქრობ, დღეს იქნებოდი დახსნილი? как ты думаешь, ты был бы сегодня спасенным? აი ეს ვიღაცა რომ არ ყოფილიყო შენ ცხოვრებაში, დღეს შენ სად იქნებოდი? Если бы этого человека не было бы в твоей жизни, где бы ты был сейчас? ამიტომ რატო ვფიქრობ, ვიფასებო, რომ ჩვენს ირგვლივ სხვა ადამიანებს არ ესაჭიროებათ გადარჩენა? Почему же мы забываем о том, что было проповедано нам, и сами не делаем того же? ზოგჯერ შეიძლება სიდის ვიმშვიდებ, ვიფასებო, იმით რომ აი მე ხო სამშაბათობით დავდივარ და იქ მიდის ლოცვები და შუამდგომლობები ერის გადასარჩენად. И иногда мы успокаиваем просто свою совесть и себя самих тем, что мы приходим на молитвенное по вторникам, но здесь же молятся за народ, за спасение душ человеческих. მაგრამ რატო გონიათ ვიფასებო, რომ მხოლოდ სამშაბათის ლოცვას შეუძლია ერის ხსნა? Но почему ты думаешь о том, что только молитвенное служение может помочь и спасти мир? უბრალოდ მინდა რომ გულწრფელად დაგისვა ერთი კითხვა და შესავე гулში გულწრფელად უპასუხო Я хочу მას. задать тебе очень искренний вопрос и прошу, чтобы ты в него в сердцах ответил. ბოლოს როდის ილოცე და იშუამდგომლე შენი ახლობლების, მეგობრების, ნათესავების გადასარჩენად? Когда ты в последний раз молился о своих близких, друзьях, родственниках? რამდენად ხშირად ულოცულობ მათი სულების სახსნელად? Как часто ты молишься о их спасении? როგორ ფიქრობ, შენი მეზობელი ვინ უნდა გადაარჩინოს? შენ თუ вიღაც სადღაც შორიდან Как ты მოსულ думаешь, ადამიანს? твоего соседа должен спасти кто? Кто-то пришедший, откуда-то приехавший, прилетевший? там, როგორ фიქრობ, შენი ნათესავების ხსნა როგორ უნდა მოხდეს? Как ты думаешь, спасение твоих родственников как должно произойти? როგორ фიქრობ, შენი თანამშრომლები ვინ უნდა გადაარჩინოს? Твоих сотрудников кто должен спасать? მაინტერესებს ვიფასებო, თუ კი ხედავ რომ ადამიანი იღუპება და ცუდად არის. И как, если ты видишь, что человеку плохо и он погибает, მიდიხარ გზაში და უბრალოდ ადამიანს გული წაუვიდა. и ты идешь по улице, человек потерял сознание, როგორ მოიქცევი? как ты поступишь? ჩემი საქმე Слушай, არა. это не мое дело, подумай. ვიღაცა მისმა ნათესავმა, Ну, ახლობელმა ნახოს. кто-то из его родственников пускай მან смотрит за ним. მოასულიეროს. Пусть он его приводит в მან чувство. უშველოს. Пусть он ему помогает. თუ იქვე რო დგახარ, შეხარ ის ადამიანი, ვინც Или же- ღმერთმა მისცა პასუხისმგებლობა, რომ სწორედ შენ უნდა დაეხმარო იმ Или же ადამიანს. это ты тот человек, которому Бог дал ответственность, чтобы прийти, подойти и помочь ему? როგორ ფიქრობ? Как ты думаешь? ამენ. Аминь, аминь. ჩვენ ვართ ვიფასებო, ბიბლია ამბობს, მარილი და სინათლე ამ ქვეყნიერების. Библия говорит о том, что мы свет этому миру и соль этой земле. შენ და მე ამოგვარჩია ღმერთმა სახარების საქადაგება. Бог избрал меня и тебя для того, чтобы мы проповедовали Евангелие. იყო მოწმე ყველას მოწოდება. И быть свидетелем – это призыв каждого. ეს არ არის მხოლოდ ხუცესის საქმე, ვიფასებო. И это не только дело про пастыра საოჯახოს ლიდერების საქმე. или лидеров домашних групп, ან სამახარებლო კამპანიის საქმე. или же отдельная группа იცით, евангелизационная. სტატისტიკურად ყველაზე მეტი ადამიანები ინანიებენ მაშინ, როდესაც ერთი ერთზე უხადაგებენ სახარებას. Если просмотреть статистику, то люди каятся в тот момент большую часть тогда, когда მახარებლობა один на один. კარგია, სავსე სტადიონები კარგია, ვიფასებო. Наполненный, заполненный стадион – это очень хорошо. Но ეს ქმნის რაღაც სიდიადის განცდას. это на самом деле делает очень великие какие-то ощущения. მაგრამ приносит. რეალური დახსნა ის არის, ვიფასებო, როდესაც ადამიანს სახარებას უქადაგებ, ადამიანი ინანიებს და ეკლესიაში მიყავს, რომ ის გაზარდო ღმერთის მსახურში. Лучшее, когда ты проповедуешь ему один на один, потом приводишь в церковь и заботишься о нем, чтобы он возрастал. ასე რომ მოდი ნუ ვიქნებით მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირებული. Так что давайте мы перестанем ориентироваться только на себя. მე ხო გადავრჩი, Я же спасся, მე ხო დახსნილი ვარ. я же спасен. იცით, დღეს რომ მოვიდეს უფალი, მაინტერესებს სად იქნებით, სად მოხვდებით.
Если сейчас придет Господь, где мы Его встретим? დღეს რომ გარდავიცვალოთ, საწავად. Если мы сегодня умрем, куда მე мы ვიცი пойдем? საწავალ და ჩემ აქ ვარმა А, იკითხოს. слушай, я знаю, куда я пойду, но вот пускай мой Чем муж отцом думает, моих итхос? или моя жена пускай думает, куда она пойдет. შემნათესავებს რამდენი უხადაგება ბაზრია. Сколько можно моим родственникам говорить, ну, нет никакого смысла. აი ახლა გადავდივარ მეორე მითებზე. А вот сейчас я перехожу на второй миф. რაც შეეხება სხვა ადამიანებს. Это то, что касается других людей. დღეს იღებ რამეს. Ты получаешь что-нибудь сегодня. მეორე მითი ძვირფასება ორ ნაწილისაგან შედგება. И второй миф, он состоит из двух частей. პირველი ნაწილი არის ის ძვირფასება, რომ ჩვენ რო დავიწყოთ სახარების ქადაგება, მერე ჩვენზე რას იტყვიან. Это когда ты начинаешь думать о том, что если я начну проповедовать, а что же обо мне подумают? ნაცნობია? Это знакомо, да? მე როგორ შემომხედავ? Как же потом на меня будут смотреть? მე ხო შეიძლება დამცინო. А потом могут же насмехаться надо мной. მე ხო შეიძლება უგულებელ მყო. Потом меня отвергнут. მე ხო შეიძლება სექტანტად ჩამთვალო. Потом меня назовут сектантом. ერი ხო ასე გვეძახის თქვენ სექტანტებო თქვენ. Сегодня народ же так и называет нас, вы сектанты. თავში იესოსაც ეძახდნენ ეგრეთ, ეს მეტის არ არისო, იესოს არ მიიღეს. Вообще-то Иисуса называли таковым же, и его не признали. მოციქულებს არ იღებდნენ და მათაც სექტანტებს ეძახდნენ. И апостолов не принимали и называли их сектантами. ძვირფასებო, აი ეს რაღაცა стереотипები ჩამოყალიბებული. И вот эти стереотипы, которые возникли в наших головах, ეს გვიშლის სახარების ქადაგებაში. они мешают нам проповедовать Слово Божье. როდესაც ვფიქრობთ, რომ მე აღარ ვიქნები ის კარგი бიჭი ან კარგი გოგო, რომელიც ამ სასტავში движениობდა მაპატიებს ჟარგონებისთვის. И когда мы уже об этом начинаем размышлять, мы думаем, ну я же уже не буду принятым таким человеком в этом ჩვენ составе. როგორც ქრისტიანები ზოგჯერ ჩვენს ახლობლოს მეგობრებს სახარების გარეშე მოვწონვართ. И на самом деле, да, возможно, зачастую мы своим родственникам и друзьям нравимся без Слова მაგრამ Божьего. როგორც კი ბაგეს გავაღებ და ქადაგებას დავიწყეთ, მაშინვე ხელს კრავენ, შენი მიღება არ უნდა. Как только ты начинаешь говорить о Боге, о Божьем, они отталкивают тебя и говорят, так, стоп. როგორც ქრისტიანი, კარგი ცოლი ხარ, ან კარგი ქმარი ხარ. Как христианин, ты хорошая жена, хороший муж, მაგრამ შენი ქრისტე მე არ მჭირდება. но твой Христос мне не нужен. მე ის ცხოვრების სტილი მომწონს, რითაც ვცხოვრობ. Мне нравится тот стиль, которым я живу. და მე ჯოჯოხეთში ამოყოფენ თავს. А когда попадают в яд, და მე დაიწყებენ ისევ ცოლების ან ქმრების დაბრალებას, რატომ არ а მიქადაგებ потом уже სახარებას. начнут опять обвинять мужей и жену. Слушай, ну что ты мне не проповедовала? Ты что не იცით, сказала? ნათესავები შეიძლება შემოგვიბრუნდნენ ძვირფასებო ერთ დროს და გითხრას, კი, მაგრამ შენ რო გადარჩენი სიტყვა გქონდა, რატომ არ ვიქადაგებდი И, აი ამ возможно, სახარებას? наши родственники придут в тот момент, когда скажут, подожди, ты был спасен, ты имел спасение, почему ты не сказал нам? იესო თქვა, წადით და იქადაგეთ სახარება. И Иисус сказал, идите и მე проповедуйте. რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნებიო. И то, что я говорю вам, я говорю, говорит, всем. ეს არ არის ზოგიერთი ადამიანის მოწოდება, ეს ყველა თითოეული ჩვენთაგანის მოწოდებაა Это не ძვირფასებო. конкретно каким-то лицам, но это касается абсолютно всех. და ხშირად აი ამის გამო რომ აი ადამიანები არ მიგვიღებენ, ეს ერთგვარი დაბკოლებად იქცევა. И когда мы начинаем думать о том, что нас не примут, это становится преградой. გვეუფლება შიში, გაუბედაობა, სირცხვილი, ურწმუნოება. С нами овладевает какой-то страх, стыд, неуверенность. ამ დროსაც ეგოისტები ვართ, ძვირფასებო, საკუთარ თავზე, საკუთარ იმიჯზე, საკუთარ სახელზე, საკუთარ ავტორიტეტზე ვფიქრობთ. И в этот момент мы становимся эгоистами, которые думают о своем состоянии, о своем авторитете, о том, что подумают и так далее. როგორღაც საზოგადოებამ არ უგულებელ ყოს ძვირფასებო და გარიყულად არ ვიგზნოთ თავი. И мы начинаем думать о том, что нет, не будем, чтобы нас не отвергли, чтобы от нас не отказались, поэтому... ძვირფასებო, შენ ხარ სინათლე. Но я хочу сказать, ты Шехар свет, Мари. ты соль, შენ უნდა იცოდე ვინ ხარ. и ты должен знать, кто ты. სიბნელემ რაც არ უნდა გარიდან მოგიცვა, სინათლე ყოველთვის გაიმარჯვებს სიბნელეს. Потому что как бы тьма, она не наступала, свет всегда побеждает. მერე რა სიტყვია. Подумай, что подумают. ერთ საიდუმლოს გეტყვი. Я скажу вам один секрет от მათ თქვენზე ყველაფერი უკვე იციან. Они о вас и так уже все знают. დიდი ხანია გაჭორილიც ხარ. И вы уже давно, так დიდი сказать, ხანია შენზე обстрел- ნალაპარაკებიცა. они уже говорили о вас.
მასა რომ დასაკარგი არაფერი. У вас уже нечего вам терять. ილაპარაკე ის, ვინც არის იესო ქრისტე. Но говори о том, кто есть Иисус Христос. მაგრამ თუ გეცხონია სახარების საკადაგებისა, იმიტომ რომ შენი ცხოვრება არ შეესაბამება სახარებას. Но если ты стесняешься проповедовать, потому что твоя жизнь не соответствует христианской მაშინ жизни, ჯობია რომ ჯერ მოინანიო. тогда тебе нужно покаяться, შენი ცხოვრება შეცვალო. изменить свой образ жизни, სამაგალითო ქრისტიანი გახდა. стать образцом христианина, და დამიჯერე. и тогда поверь. როცა იმ ადამიანს რომელიც შენ არასოდეს არ გისმენდა, Когда тот человек, который тебя никогда не слушал, მას ძალიან გაუჭირდება. ему будет очень трудно. მას გაახსენდება რომ შენ გყავს ცოცხალი ღმერთი. Он вспомнит именно тебя, что у тебя есть живой Бог. მაგალითად მე გეტყვით რომ ბევრი ახლობელი ნათესავი რომელმაც იცის რომ მე მორწმუნეა, Очень многие родственники, которые знают, что я верующий, როცა გაუჭირდებათ, მაშინვე მე მირეკავენ Как ხოლმე, только- მავლიქნება ილოცო ჩემთვის. как только их прижмет, они сразу поднимают трубку и звонят: мамуля, может, ты помолишься обо мне? წადი და შენ წმინდანებთან ილოცო. Ну, иди, слушай, и молись своим святым. მათ გიშველო, Пусть они тебе помогут. ხო? Да, მაგრამ правильно? მათ да? იციან რომ შენ Нет. ცოცხალი ღმერთის Они მსახურია. знают, что ты служитель მათ იციან რომ живого შენთან Бога. ცოცხალი И ღმერთია. они знают, что с და тобой მათ იციან რომ живой შენ Бог. ლოცვებს ღმერთი სხვაგვარად ისმენს. И они знают, что Бог слышит твои молитвы. по-другому. გააგრძელე ლოცვა, გააგრძელე მათი შუამდგომლობა. Молись, продолжай молиться, продолжай стать ისინი псалмами აგრე за თუ этих გვიან людей. მოგისმენენ და მიიღებენ შენ Рано или სახარებას. поздно они примут слово от тебя. ასე რომ ნუ შეუბრალკავ ძვირფასებო ჩვენს თავს Поэтому не блокируйте и не себя, და იქადაგე სახარება გაბედულა. но с дерзновением проповедуй. ნუ იფიქრე Слово საკუთარ Божие. მეზე, საკუთარ დიდებაზე. Не думай о своем я, о себе, о себе любимом. კი, ზოგჯერ შეურაცხყოფასაც მოგაყენებენ. Да, иногда могут обидеть тебя. იესოს არ უთქვია ძვირფასებო, როცა სახარებას იქადაგებთ, იავარდებით იქნება მოფენილი Иисус გზა. не сказал, что, знаете, когда вы начнете проповедовать, вам постелят дорожку из лепестков роз. გახსოვთ ლუკას სახარების მე-4 თავში იესომ თქვა, მე ვარ მესია, უფლისწულია ჩემზე, მამცხო სახარების საკადაგებლად გასაკურებლად. Помните, да, когда Иисус сказал, что я есть Мессия, которого призвал Бог проповедовать, ორი რამ მოხდა. и там произошло две ყველა вещи. მსმენელმა პირი დააღო Все открыли рты, და მეორე ყველა ქვა დაიჭირა ხელში შესაკურა. но второе, все взяли камни, чтобы начать кидать. ძვირფასებო, იესო არ მიიღეს და შენ თუ არ მიიღეს, დიდი ამბავი. Они Иисуса не приняли, а тебя, если не примут, тут есть какая-то трагедия. ბიბლია ამბობს იოანეს სახარების პირველივე თავი, რომ იესო თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს И იგი. Евангелие говорит о том, что Иисус пришел к своим, и свои его не приняли. ასე რომ ძვირფასებო, ზოგჯერ შესაძლებელია რომ არ მიგიღო. Да, это возможно, что тебя не примут, მაგრამ ეს არ არის დაბკოლება. но это не должно стать преградой. მე მინდა წავიკითხო ერთი ადგილი მეორე კორინთელთა წერილიდან. И я хочу прочитать вам 2 Коринфянам, ეს არის 14 და 16 მუხლები. это 14 и 16 стихи. იცით, ზოგჯერ ვფიქრობ ძვირფასებო, რომ სახარების ქადაგება მხოლოდ გადარჩენისთვის არის. И иногда мы думаем, что проповедь Евангелия, она только о спасении. სინამდვილეში სახარების ქადაგება იესომ თქვა ეს არის მთესველი რომელიც გამოვიდა Но დასაფეს. Иисус сказал, что Евангелие это то, что вышел человек и посеял. ვინმეს დაგითესია საერთოდ მიწასა Вы შეხება вообще ქონია. кто-нибудь имел, да, дело с მე землей, что-то ბევრჯერ сеял? მომიხვნია, Я დამიბარია. часто обрабатывал землю, ბევრჯერაც მითესია. очень часто даже сеял в нее. იცით, ძვირფასებო, როცა მთესველი გამოდის, ის აბნევს. Когда сеятель выходит, он берет семя и он его და разбрасывает. იესომ თქვა, ზოგიერთი თესლი მყარნიადაგზე დავარდება, И какие-то семена падают в твердую ზოგი почву, კლდოვანში, какие-то в ზოგი каменистую, ეკლოვანში, какие-то в колючки, ზოგი კარგ დამუშავებულ მიწაში. а какие-то попадают именно в ту და обработанную землю. შესაბამისი наყოფებსაც იძლევია. И, естественно, они производят плод по своему. მაგრამ კარგ ნაყოფს მხოლოდ კარგ ნიადაგში მოხვედრილი იღებს. Но хороший плод, он только в хорошей почве, хороший дает. იცით რომ ჩვენ არ მოგვიწოდა ღმერთმა მხოლოდ კარგ ნიადაგში დასათესად. И Бог призвал нас, чтобы мы проповедовали, сеяли в хорошую почву. იცით რომ სახარებას აქვს ძალა ნიადაგი გაასამართლოს. И Евангелие, оно вот делает такую возможность, чтобы освободить, хорошей почвой сделать. სახარება ასამართლებს ნიადაგს. Евангелие, оно судит, вернее, да. Судит. მეორე კორინთელთა წერილი, ეხლა წავიკითხავთ და მიხვდებით. მეორე თავის 14-დან 16 მუხლების ჩათვლით. С 14 стиха по 16.
მაგრამ მადლი ღმერთის, ვინც ყოველთვის ძლევას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი ხელით ავრცელებს თავისი ცოდნის კეთილსურნელებას ყოველ ადგილას, რადგან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღმერთისათვის, დახსნილთა შორითაც და დაღუპულთა შორისაც. ზოგისთვის ეს სიკვდილის სურნელია სასიკვდილოდ, ზოგისთვის კი სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ და ვინა მისი ღირსიო. Но слава Богу, кто всегда дает нам торжествовать во Христе и через нас разносит повсюду сладостное знание о Нем. Ибо мы Христово благоухание, вознесенное к Богу, среди тех, кто на пути к спасению, и среди тех, кто на пути к погибели. Для тех, кто на пути к погибели, зловоние, исходящее от смерти и ведущее к смерти. Для тех, кто на пути к спасению, благоухание, исходящее от жизни и ведущее к жизни. Кому же все это по плечу? პავლემ ცხრიამოს რომ ჩვენ ქრისტეს სახარებას, კეთილსურნელებას ვავრცელებთო. И Павел, он говорит о том, что мы благоухание Христово разносим. მაგრამ გადარჩენილთა შორის ეს კეთილსურნელება. И для тех, кто спасается, это благоухание. მაგრამ ზოგისთვისო, დაღუპულთა შორის. Для тех, кто в погибели, ესო სიკვდილის სურნელია. это зловоние. ამ კუთხით ოდესმე გიფიქრიათ სახარებაზე? Вы когда-нибудь думали о Евангелии? იცი ადამიანი რომელიც არ ეზიარება სახარებას, მას სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს То есть მისთვის. это человек, который не признает Евангелие и не соприкасается с ним, это для него к погибели. იცით რა არის სასიკვდილო სახარება? А что значит погибели? ის კი არნიშნავს ეხლა რომ აქედან კარებში რო გახვდა თუ არ მიიღე იესო მეხი დაგეცემა, მანქანა დაგეჭეხება და მოკვდები. Это не означает, что ты не принял Христа, вышел отсюда и у тебя сбила машина, молния в тебя ударила. დედამიწის ზუგზე მარადიულად аравინ არ ცხოვრობს. Ну, никто не живет вечно на земле. ადრე თუ გვია უფალთან წავალთ. Все когда-то мы пойдем к და როცა Господу. ღმერთთან წადგები А вот когда ты перестанешь пред და Богом, პრეტენზიებს წარუდგენო, აბა იმ გემის ანეკდოტის არ იყოს, ხო იცით კაცი რო იხჭობა დინარეში. анекдот, да, знаете, да, который тонет. ღმერთი გადამარჩესო და ერთხელ გემი გაუგზავნა Бог მეორე меня გემს спасет. მესამე. Один корабль, второй корабль, третий корабль. იცით ღმერთმა რომ გამოგიგზავნა ადამიანი ვინც გიქადაგებდა სახარებას და შენ უგულებელ ყავ. Бог, когда присылает к тебе человека, который проповедует, но ты отвергаешь როცა его, უფალთან წარგები ვერაფრით ვერ გაიმართლებ თავს და ვერ ეტყვი Ты- მე არ მსმენია ты не არასოდეს сможешь სახარების შესახებ. оправдаться пред Богом и сказать, я никогда не слышал. აი ეს არის სასიკვდილო განაჩენის Вот оно, გამომტანის სახარება. что означает Евангелие, которое приносит суд и აი ეს приносит არის погибели. მყარ ნიადაგზე დათესილი სახარება. Это то, что брошено, да, на твердую კლდოვანზე, почву, ეკლოვანზე დათესილი, на რომელსაც ნაყოფი არ каменистую, მოაქვს. которая не приносит плода. ჩვენი მოვალეობაა ძვირფასებო არ ვუყუროთ ადამიანებს რა მდგომარეობაში არიან და არ ვთქვათ ეს კაი ნიადაგია, ეს ცუდი ნიადაგია, მოდი ამას არ ვუქადაგებ, მოდი ამას ვუქადაგებ. Мы не должны судить, какая почва хорошая, а какая плохая. Мы должны сеять. ჩვენ უნდა ვიქადაგოთ სახარება Мы ძვირფასებო. должны проповедовать Слово Божье. ამენ. Аминь. ზოგჯერ ფიქრობთ, აუ საქართველოში ქადაგება. მე ბევრჯერ მithქვია და ჩემი თავი დავიჭირო, რომ ეს არასწორი შეხედულებაა. Я поймал себя на той мысли, что, слушайте, ну в Грузии проповедовать, это же как-то стрёмно. საქართველოში რომელიც ხო ადამიანი რო იბადება, ქრისტიანად იბადება პირდაპირ. Ну, в Грузии рождается человек, он уже христианин. ძალიან ტრადიციული ქვეყანა ვარ, Очень ქრისტიანული ქვეყანა традиционная ვარ. христианская страна. ამ ერთს ხო ქრისტე არ ჭირდება, ისინი Ну, в ბავშვობიდან принципе, ქრისტიანები არიან. им же не нужен Христос, они уже христиане с და рождения. ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ამ ერთში ძალიან ძნელია ქრისტეს И შესახებ ქადაგება. зачастую мы думаем, что в этом народе очень сложно проповедовать Христа. ესეც ერთგვარი მითი არის. И это один из мифов. საქართველოს ნახევრად წარმართული არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არასწორი ტრადიციაა. И на самом деле эта Грузия, она является языческой, потому что очень много языческих традиций в ней. წარმართობა რო იყო პავლეს და პეტრეს დროს, აი ეს უნდა გენახათ თქვენ. Вот когда было язычество в период Павла и Петра, вот это надо было смотреть. მაშინ რა შეეძლო ეთქვათ პავლეს და პეტრეს, აბა ესენი ისეთი წარმართები არიან, აბა მათ იმდენი რელიგიები აქვს, აბა მათ იმდენი ღმერთები ყავთ. Пётр რა и უქადაგებს მათ? Павел могли сказать, слушайте, они такие язычники, что им проповедовать-то вообще, о чем речь? როგორ ფიქრობს ეს მათთვის დაბკოლება იყო? И как думаете, для них разве это было преградой? შევიდაო პავლე არეოპაგში ხო ბერძნული მასში და ნახა რომ ძალიან ბევრი ღმერთები სათაყვანებელი და სამსხვერპლოები იყო. И он зашел в Аэропаг и увидел в Греции, да, множество божеств, которым поклоняются, приносят жертвы. და ნახა ერთი სამსხვერპლო, სადაც ეწერა რომ უცნობ ღმერთს. И вот там он увидел один памятник, как сказать, да, невидимому Богу. პავლე თქვა ღიაკარები არის, მწვანე შუქია. И
Павел сказал, вот он, красный, зеленый მე свет, მინდა открытая გიქარებოდო дверь. აი იმ სამსხვეპლოს ღმერთზეო, რომელსაც თქვენ არ И იცნობთ. я вот буду проповедовать вам вот об этом жертвеннике, Боге, о котором вы не знаете. ის რო ადამიანს ვიფასებო ჯვარი კიდია, ნათლობის მოწობა აქვს, სულაც არ ნიშნავს, რომ ის ქრისტიანია. Человек, который носит крестик и имеет свидетельство о крещении, еще не ის означает, რო что он ადამიანს христианин. ვიფასებო დიდ ყანწებით სვავს სადღეგრძელოებს და ძალიან ბევრ რაღაც ტრადიციულ რაღაცებს იტყვის, სულაც არ ნიშნავს, რომ ის ქრისტიანია. Человек, который пьет большими, так сказать, бокалами и говорит тосты, не означает еще, что он является христианином. თუნდაც ის რომ ადამიანმა იცის მრავალი წმინდანის მიმართ ლოცვა არ ნიშნავს ის რომ ქრისტიანია. Даже если он знает множество молитв по отношению к святым, это не означает, что он христианин. თუნდაც ის რომ ადამიანები ჩადიან იმ რაღაცა ცეცხლის ჩამოსატანად Да. არ ნიშნავს რომ ის ქრისტიანია. Даже когда они приезжают в Израиль за огнем, который сходит, это не означает, что они христиане. ვიფასებო, იყო ქრისტიანი ნიშნავს. Драгоценные, быть христианином значит, პირადად გწამდეს. ты лично веришь. თავს კი არ მოგახვიო. Не то, что тебя это ეს заставляет. იყოს შენი Нет, პირადი არჩევანი. Твой личный выбор. მე თავად ვირჩევ იესო Я. იყოს თუ არა ჩემი მხსნელი. И я лично выбираю, чтобы Иисус მე был или не პირადად был моим მწამს მისი спасителем. ჯვარცმა დამარხვა და მკვეთრით აღდგომა. Я лично верю в то, что Он был распят и მე воскрес ради პირადად меня. უღებ ჩემს გულს რომ იესო შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში და იყოს ჩემი უფალი. Я лично открываю дверь сердца своего, чтобы Он вошел и стал моим ის личным ჩემი спасителем. პირადი უფალი არის. Он мой личный Господь. თავმოხვეული უფალი კი არა. Не навязанный Господь. მე რო არ შემეკითხეს და ბავშვობაში რო ჩამოყოფიეს თავის რო არც ის მახსოვს და არც ის მახსოვს, ეს კი არ არის ქრისტიანობა. Не то христианство, когда ты во младенчестве, тебя окунули в воду и сказали, что ты христианин. და ზოგჯერ ფიქრობ, ვიფასებ, აი ეს რელიგიური შეხედულებები არ И вот მომისმენენ სახარ. иногда мы думаем, ну вот эти религиозные взгляды, ну они не будут меня слушать. შენი ხადა გესახარა. Ты проповедуй Евангелие. შენი ხადა გესახარა. Ты проповедуй Евангелие. თუ ის ადამიანი გაიხსნება და მიიღებს იესოს პირად ხსნება. И если он откроется и примет лично и своим спасителем შენი Иисуса, საქმე უკვე ты გააკეთე. свое дело уже сделал. ნუ შებურკავ შენს თავს არასწორი Не შეხედულებებით. связывай себя с неправильными мнениями и взглядами. რელიგიური სული, რომელიც იყო ისრაელში, ამაზე ძლიერი რელიგიური სული მსოფლიოში არ იყო. Тот дух, религиозный дух, который находился в Израиле, нет сильнее этого духа. ღმერთმა ისრაელს მისცა რჯული და შემდგომ ამ რჯულის შემოქმედი იესო გაუგზავნა. Он дал им вначале закон, а потом посредством этого закона послал им Иисуса. და ფარისევლები ამ რჯულის მიხედვით თავად ღმერთის ძეს ასამართლებდნენ. И фарисеи по этому закону они распяли Христа, ასამართლებდნენ. осудили. შაბათი დაარღვიე. Ты нарушил субботу, ადამიანი განკურნე. ты исцелил человека, შენ დაუბანელი ხელით ჭა. ты немытыми руками кушаешь. წარმოიდგინეთ, ვიფასებო, ღმერთს ასამართლებენ. И ისეთი რელიგიური სულია. Они осуждают самого Бога, насколько это религиозный дух. იესო ურკვია, мама, ხო არ შეგეშალა ნეტავი? Иисус не сказал, слушай, отец, ты, по-моему, ошибся. საერთოდ Да? Это გამომაგზავნა. вообще, куда ты меня прислал? და საბოლოო ჯამში ვიფასებო, წაიყვანეს და იესო ჯვარსაცვის. А в конце они забрали Иисуса и распяли его. რა, იესო არ უნდა მოსულიყო? Что Иисус не должен был прийти? იესოს არ უნდა იქადაგა? Иисус не должен был проповедовать. ის რომ დღეს მილიონობით ადამიანი არის დახსნილი და დღეს თქვენც აქ ზიხართ, ეს იესოს И то, что გამოსახულია. мы спасены, миллиарды людей спасены сегодня, это заслуга იესოს Иисуса. უარი არ უთქვიათ, ვიფასებო, მიუხედავად რელიგიური Потому სულისა, что სახარების ქადაგების. Иисус не сказал нет на то, чтобы проповедовать Евангелие, несмотря на религиозный дух. და ეხლა მინდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო კიდე. И вот сейчас я хочу коснуться самого важного вопроса. მესამე ძალიან მნიშვნელოვან მითს, რომელიც ღმერთს ეხება. И это миф, который касается Бога. ეს არის Это- ხელსაყრელი დრო და ღმერთის განსაკუთრებული მოძრაობის მოლოდინი. Это самая хорошая возможность и проявление Божьей славы. ჯერ რომ რაღაცა განსაკუთრებული ხელსაყრელი დრო მოვიდეს, პირობები მოვიდეს, ისეთი, რომლის დროსაც ჩვენ თესვას შევძეთ, იმიტომ რომ ეხლა ხო ქარია. И мы ожидаем вот этого самого долгожданного, хорошего момента для того, чтобы посеять.
Ну, потому что сейчас пока еще ветрено. ეხლა რაღაცა ძნელბედობის ჟამი არის, რაღაცა რთული სიტუაცია, რთული დროა. Трудности какие-то, немного период неправильный. ქვეყანაც ამღრეულია, არეულ დარეულია, რა დროს სახარების გადაგება? Какой-то беспорядок. Ну, какое время проповедовать? ისრაელ ბიბლია ამბობს გალატელთა 4:4 ამბობს რომ ღმერთმა სასურველ დროს გამოაგზავნაო იესო ქრისტე. И в Галатах 4:4 написано, что Бог прислал Иисуса в правильное время. და რას თვლიდა ღმერთი მოსაწოლ სრულყოფილ დროც? И вот что Бог имел в виду вот за этим правильным? ფარისევლები გაბატონებული რელიგიური სახელმწიფო არსებობს ასეთი ისრაელი, Израиль, где фарисеи фактически правят всем, რომელიც заправляют, რომაელთა მონობაში არის. которые находятся в рабстве римском. რა იყო მოსაწონი ღმერთის თვალში? А что же там так понравилось Богу? в იქნებ тот ღმერთს период? დრო შეეშალა. Ну, может, Бог ошибся со მაგრამ временем. ბიბლია ამბობს რომ ეს იყო ღმერთისთვის მოსაწონი დრო ძვირფასებო. Но Библия говорит о том, что это было угодно Богу, правильное время для ნახეთ Него. პავლე მოთქმული რას ამბობს სახარების ქადაგების დროზე. И когда, что говорит Павел о და проповедовании Евангелия? შემდეგ ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას დაგისვათ, რომელზედაც ვიცი რომ აბსოლუტურად სწორი და ადეკვატური პასუხი И გექნება. я задам вам вопрос, и я верю, что у вас будет адекватный ответ на этот, и правильный ответ на этот вопрос. მეორე ტიმოთეს 4:2. И это 2 Тимофеям 4:2. იქადაგეს სიტყვა მზადიყავი დროულად და უდროოდ ამხილო შერისხო შეაგონო სრული სუგრძელობით და დამოძღვრითო. Проповедуй Слово Божье. Будь готов исполнить свою задачу, когда это тебе удобно и когда неудобно. Убеждай людей в том, что им следует делать, предупреждай их, когда они неправы, с терпением, ободряй их продуманными наставлениями. იქადაგეს სიტყვა დროულად და უდროოდ. Проповедуй Слово, когда тебе удобно и неудобно. როდის არის სიტყვის საქადაგებელი დრო? Когда время проповедовать? სადმე სახარებაში ღმერთმა გვითხრა ძვირფასებო რომ ეხლა არის კარგი დრო, ან ეხლა არ არის კარგი დრო სახარების Где-нибудь в საქადაგებლად. Слове Божьем разве написано о том, именно вот когда надо проповедовать? სახარების გადარჩენა ეს ხო სახარების გადაგება ეს ხო გადარჩენის შესახებ უწყება არის. И это же в тот момент говорит Слово Божье о том, что Евангелие это о спасении. როგორ ფიქრობ ძვირფასებო ადამიანი რომელიც დინარეში იხჩობა? როდის არის მისთვის ყველაზე კარგი დრო გადასარჩენა? Человек, который тонет, когда для него самое важное время для спасения? როდის არის ყველაზე ხელსაყრელი დრო ადამიანი დაიხსა, როდესაც ცეცხლმოკიდებულ სახლში დარჩა? Когда для человека время спасения, когда он остался в горящем доме? როდესაც მეხანძრეები მოვლენ ძვირფასებო ცეცხლის ჩასახრობად, როგორ ფიქრობთ? როდის არის ყველაზე ხელსაყრელი დრო სახლის ჩასაქრობა? Когда пожарники приезжают на место пожара, когда для них время тушить его? მოვლენ ეხლა იქ მეხანძრეები, Приедут сейчас, значит, Сигарет пожарники, сгабоლებენ. ну, немного покурят, ცოტა ჩამოჯდებიან. немного посидят, так сказать, в ო, რაღაც сторонке. ძალიან დიდი ცეცხლი არის. Не, что-то слишком горит. მოიცა Давай ცოტა подождем. ჩაიწვას და მე Ну, შევა. пусть немного отгорит, а потом уже мы посмотрим. ან კაცი როცა იხშობა და მოიცა ერთი რო ჩაიძირება მე Человек, который тонет, спасатели приедут на место, ну, пусть потонет, ну, потом уже. როდის არის ყველაზე ხელსაყრელი დრო Когда? ადამიანთა გადასარჩენად? Когда то время, чтобы спасти человека? მასზე მხოლოდ ერთი პასუხია. И на него только один ответ. ეხლა. Сейчас. ეხლა. Сейчас. არ არსებობს მერე. Нет такого слова потом. ან სხვა დროს. Или в другое время. ეხლა. Нет, сейчас. ამ წუთას. Вот прям в эту უკეთესი секунду. დრო არ არსებობს. Нет другого времени. ამიტომ ძვირფასებო, როცა ვლაპარაკობთ, როდის არის ყველაზე კარგი დრო სახარების საქადაგებლად? Когда мы спрашиваем о том, когда время проповедовать Евангелие, მხოლოდ ეხლა არსებობს. только один ответ. ებრაელთა 4:7 ამბობს, დღეს, როცა მოისმენო გადარჩენის შესახებ სიტყვას, Евреям говорит о том, что когда ты услышишь Слово Божье, არა ხვალ, не завтра, დღეს, როცა ისმენ, сегодня, когда ты услышишь, ნუ გაიქოვებთო გულებს. не ожесточай своего сердца. დღეს გელაპარაკება ღმერთი. Сегодня Бог говорит, დღეს с тобой. მოგიწოდებს. Сегодня Он არ призывает тебя. არსებობს შენთვის ხვალინდელი დღე. Для тебя нет завтра. ღმერთი დღეს გაძლევს ამ შანსს. Бог дает тебе сегодня этот ღმერთი шанс. დღეს უნდა შენი დახსნა. Он сегодня дает შენ тебе шанс ცეცხლი დღეს спасения. გიკიდია.
И Он дает тебе. წყალში შენ დღეს იხჯობი. Ты сегодня тонешь, сегодня горишь, ხვალ გასვენებაში მოვალ. а завтра мы уже на панихиду ხვალ придем. დრო დაიწვევი მაშინ მოვალ. Когда ты сгоришь, потом და придем. ჩვენ უკვე დავაგვიანო. И мы уже опоздали. ამიტომ არ არსებობს სახარებისთვის ხელსაყრელი დრო და ჟამი, ეს მითია და უნდა ამოვიგდოთ Это გონებიდან. миф, когда ты думаешь о том, что для этого нужно какое-то определенное правильное время. ნუ ელოდები დროს და ჟამებს და ციდა რაღაცა ცისკრების ნიშნებს. И не ожидай какой-то трубный голос, звук с неба или каких-то звезд. მე მინდა გაგახსენოთ რამოდენიმე ადგილი წმინდა წერილიდან. Я хочу напомнить вам несколько мест არ Писания. წავიკითხავ ზეპირად გეტყვი. Я не буду читать, наизусть скажу, რომ მალე დავამთავროთ. чтобы мы გახსოვთ იესო закончили. მივიდა ლეგვის ხესთან. И помните, когда Иисус подошел к смоковнице, და რას დაუწყო ძებნა? и что он начал искать? ლეხს დაუწყო ძებნა. Плод, инжир. და ძალიან ხშირად ჩემთვის დაუსვიათ ეს კითხვა ძვირფასებო. И очень часто мне задавали этот вопрос. შავით თეთრზე წერია იესო ეძებდა ლეხს, მაგრამ არ იყო ლეღვობის დრო. Но там написано, что когда Иисус искал инжир, не было время этому. არ იყო ლეღვობის დრო, მაგრამ იესო ლეხს ეძებდა. Не было время для инжира, но Иисус искал инжир. ჩვენი ხედვა ძვირფასებო დროის აღქმისა სხვა და ღმერთის მოქმედების დრო აბსოლუტურად სხვა. Наше восприятие времени одно, а Божье восприятие совершенно другое. იოანეს время. 4:35-ში წერია. И в Иоанна 4:35 იესო написано, ელაპარაკება მოწაფეებს და ეუბნება. Иисус разговаривает с учениками и აი თქვენ говорит им, ამბობთ, вы говорите, კიდევ 4 თვე. еще 4 კიდევ месяца, 4 თვე ხა უნდა. еще 4 месяца და надо, მკის დრო დადგება. и придет время жатвы. ნახე ადამიანები ვფიქრობთ სამკალის დროს 4 თვე გვინდა კიდე ჯერ ადრია რომ მოვიმკათ. И мы, люди, думаем о том, что нам нужно еще где-то 4 месяца, чтобы начать მაგრამ пожинать. მე გეუბნებით, აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს როგორ გადათეთრებულად Но უკვე სამკალა. Иисус говорит, посмотрите, как побелели нивы. აცო, ვინაა მართალი? იესო Кто თუ прав? ჩვენ? Мы или Иисус? ჩვენ ვფიქრობთ ზოგჯერ ჯერ კი ჟამი არ არის ღრუბელია გარეთ, არ შეიძლება ჯერ მკა. Мы иногда думаем, слушай, там очень облачно, не время, не время. დაწყნარდეს ქვეყანაში პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური მდგომარეობა. Пускай все утихнет экономически, религиозно. ღრუბელს потом აქვს მოცული გაუკვებლობა. непонятки какие-то. მაგრამ იესო ამბობს, თვალები გაახილეთ. Но Иисус говорит, откройте глаза. სამკალი მზად არის. Жатва уже готова. პრობლემა იცით რა არისო? Но в чем проблема? მომკელები არ არის. Жнецов нет. ამიტომ იესო არ ამბობს, ილოცეთ რომ მკის დრო დადგეს. И Иисус не говорит о том, что молитесь, чтобы жатва пришла. იესო ამბობს, ილოცეთ რომ ღმერთმა მომკელები Но გამოაგზავნოსო. Иисус говорит о том, чтобы мы молились, чтобы Бог делателей послал, чтобы собрать эту жатву. და ბოლო მითი. И последний миф. ზოგჯერ ვფიქრობთ ვიფასებო რომ Иногда мы думаем, აზრი არ აქვს რაღაცა სახარების ქადაგებას თუ ღმერთის განსაკუთრებული გამოვლენა არ იქნება. нет никакой возможности проповедовать, если не будет особенного присутствия Божьего. ზოგჯერ ველოდებით რომ ღმერთმა რაღაც განსაკუთრებულად უნდა დაიწყოს მოქმედება რომ ჩვენც ჩავერთოთ აი ამ ფერხულში. Вот Бог должен начать какое-то свое особое действие, чтобы мы влились в эту атмосферу. и აბა начали სად მოვიყვანო проповедовать. ეხლა ეკლესიაში აქ სასწაულები არ ხდება. Куда сейчас приводить людей? Здесь же нет, не происходят чудеса. ალიასკებიდან ადამიანები არ დგებიან, ადამიანები არ Это იკურნებიან. люди не исцеляются, не встают с колясок. იცით რატომ არ იკურნებიან? А знаете, почему не ძალიან исцеляются? მარტივი მიზეზია. Очень простой. ჯერ ეგეთ причина. იკურნებიან, მაგრამ Нет, საერთოდ они исцеляются, но вот почему не исцеляются? მარკოს სახარებაში იესომ თქვა Марка сказал Иисус მე-16 თავში. в 16 главе. წადით იქადაგეთ სახარები. Идите и научите всех. გამდენოთ ეშმაკები. ხელი Изгоняйте. დაასხით და ადამიანები განიკურნებიან. Воскладывайте руки, и они исцелятся. და მე-20 მუხლი ამბობს. И в 20 стих და говорит. წავიდნენ მოციქულები, И ученики пошли. ამოწმებდნენ სახარების სიტყვას. Они свидетельствовали о Слове Божье. რა არის ნათქვამი? А что сказано потом? და უფალი ამოწმებდაო თამდევი ნიშნები. Господь давал им знаки. როცა არ იქადაგება სიტყვა, არც Когда თამდევი ნიშნები არ არსებობს. Слово не проповедуется, и нету этих знаков. თუ არ იქადაგებ სახარებას, არ იქნება განკურნება. Если ты не будешь проповедовать, не будет и исцеления.
თუ არ დაასხავ ხელებს, არ მოხდება Если განკურნება. не возложишь руки на больного, он и не исцелится. თუ არ იქნები წარგზავნილი სახარების საქადაგებლად, უფალი თან არც გამოგყვება. А если ты не пойдешь, то и Бог с тобой не сможет пойти. ასე რომ ძვირფასებულ, ნუ დაელოდები რაღაცა Поэтому, драгоценный, ისეც განსაკუთრებული не მოქმედებას. ожидайте каких-то особых проявлений. ახლა ჯერ გამოგვიძებას Ну, ველოდებით. сейчас мы пробуждения ждем. გამოგვიძება შედეგი არის. Пробуждение – это результат. გამოგვიძება ზვავია. Это результат. ზვავი. ზვავი როგორ არის რუსულად? როცა თოვლის გუნდა, იმისაც რომ ზვავი წარმოიქმნას მთაში, Это лавина. ჯერ პატარა გუნდა შეგიძლია ხელით გააკეთო და Ты можешь- დააგორო მთიდან. Маленькую сделать, так сказать, да, маленький комочек и с горы спустить ее. და გზა და И გზა ის постепенно- ისეთ რაოდენობას აგროეს, რომ შეუძლია მთელი სოფელი წალეკოს. Спускаясь с этой горы, она набирает столько массы, что может всю долину снести. ნუ იტყვი რომ ამ ჩემ პატარა სახარების ქადაგებას რა შედეგი И შეუძლია не, გამოიღოს. не думай и не говори, что мое маленькое слово может принести в этот ერთი мир. ასეთი მოწაფეც იყო ანანია საქმე მოციქულთა წიგნის მე-9 თავში. И такой был один апостол Анания в Деянии апостолах. და ღმერთიანობა წადი ანანია და აგეს საულე. И Бог, ილოცე მასზე რომ განიკუნოს, თვალები აეხილოს. Бог говорит, Анания, пойди вот к тому Савлу, чтобы он прозрел. რა საბობ მე საულესთან Я к Савлу? Да не. და იცით რომ ეს საულე შემდგომ პავლე მოციქული გახდა და და- ნახევარი მსოფლიო მოაქცია ღმერთში. Этот Савл стал Павлом, который половина земли, так сказать, привел ნუ к იცი რომ Господу. ეს ამ ერთი ადამიანის გადაჟა იცი რომ ის შენი საულეები არის. Не думай так, потому что откуда ты знаешь? Может, этот один и есть тот Савл. შეიძლება მთელი შენი ცხოვრების მოწოდება იმ ერთი საულეს მოქცევა იყო და იმ ერთხელაც ნუ ამბობ ამაზე უარს. Может быть, вся твоя жизнь была к тому призвана, чтобы спасти того одного. Не отказывайся от этого. აბრაამის მოწოდება იყო ერთი ძე ისააკი გაეჩინა, მეტი არაფერი და იმ ისააკიდან გაუბრალდა მერე მთელი ისრაელი. Призвание Авраама было родить Исаака, чтобы через него появились народы. საქმე მოციქულთა 6:7 ამბობს და ვრცელდებოდაო ღმერთის სიტყვა და დახსნილთა სულებსო მატებდაო ღმერთი И ეკლესიას. Деяние 6:7 говорит о том, что люди слышали Слово Божие, и Бог прибавлял спасаемых. ადამიანები მოემატებიან ეკლესიას მაშინ, როდესაც ჩვენ როგორც ეკლესია ვიქადაგებ სახარებას. И Бог сможет дать нам людей только тогда, когда мы как церковь пойдем и будем проповедовать Слово Божье. შენ ხარ ცოცხალი სახარების матарებელი. Ты живой источник Слова Божьего. არ არსებობს უყოფილი მზაობა სახარების საქადაგებლად. Нет того времени, когда это ნუ правильное ელოდები время. ამ უყოფილების დროს. Не ищи этого совершенного времени. ნუ ელოდები ეკლესიის უყოფილებას, რომ მოიყვანო ადამიანები გადასარჩენად. Не жди совершенную церковь, чтобы спасти людей. არც უყოფილ ნიადაგს და ნუ დაუწყებს И ზდევნას. не ищи той правильной почвы. ღმერთი ყოველთვის მზადაა, თუ კი ჩვენ ვიქნებით ამისთვის მზად. Бог всегда готов, если мы готовы к этому. სახარება ყველას საქმეა. Евангелие, проповедование – это дело всех. ამენ. Аминь. ამენ. Аминь. ძვირფასებო, Драгоценные. მე მინდა რომ მოწოდება გავაკეთო. Я хочу сделать призыв. მოწოდება ორი კუთხით. Призыв с двух сторон. ვიდრე ვილოცებთ. И прежде чем помолимся, პირველი, первое. უბრალოდ გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს აწყოს და ჩვენს მომავალს. Давайте пересмотрим свое прошлое, настоящее и даже будущее. მოდი გადაწყვეტილება მივიღოთ ძვირფასებო, რომ სულ ელემენტარული ჩვენი ახლობლებისთვის, ჩვენი ოჯახის წევრებისთვის, ჩვენი ნათესავებისთვის, თანამშრომლებისთვის ლოცვას და შუამდგომლობას დავიწყოთ. Давайте мы сделаем выбор в ту пользу того, чтобы мы начнем молиться за своих родственников и близких людей, стоять за них в проломе. იცით, ლოცვა, შუამდგომლობითი ლოცვა მხოლოდ სამშაბათს არ უნდა არსებობდეს. Чтобы не только по вторникам была молитва ходатайства. შუამდგომლობითი ლოცვა უნდა იყოს ყოველდღიური ჩვენი ცხოვრების ნაწილი სახლში. Ходатайственная молитва, она должна стать нашей частью, каждодневной частью нашей жизни в нашем доме. ოსიას 10:12 ამბობს ვიფასებო. И Осия говорится, ზოგჯერ ჩვენ ველოდებით რომ მოვა ბოლო დროის წვიმა და ეს ბოლო დროის გამოგვიძების წვიმა მოაქცევს ყველა ხორციელს и мы რწმენას. ожидаем вот этот поздний дождь, который прольется на всех людей, и они спасутся.
მაგრამ აქ წერია თესეშე სიმართლე და დაიმსხვრევა ყამირი ვიდრე უფალი Но გაწვიმებებო. ты сей говорит истину, и тогда разрушатся эти неправда, и придет Божья. ვიდრე წვიმა მოვა ყამირის დამტრევა ეს ჩვენი И საქმეა. прежде чем придет этот дождь, наша задача разрушать эти преграды. და მეორე, И второе, თუ ვინმე არის დღეს, ვინც პირველად ხართ и ეკლესიაში, если есть кто-то, кто сегодня впервые в церкви, ვისაც არ მიგიღიათ იესო თქვენს პირად ხსნელად которые не принимали еще Иисуса своим და Спасителем, გინდათ რომ ის გახდეს თქვენი ცხოვრების უფალი. и вы хотите, чтобы Он стал вашим Господом, როგორც დღეს თქვით სახარებიდან რომ დღეს არისო გადარჩენის как мы დღე. сегодня и сказали, сегодня день спасения, დღეს, сегодня, არა ხვალ, не завтра, არა ზეგ. не после თუ ცეცხლი завтра. დღეს გიკიდია, Если сегодня ты горишь, ყვანდელი დღისთვის ნუ გადადებ. не перекладывай это на завтра. ცეცხლი დღეს უნდა ჩავაქროთ. Сегодня мы должны потушить этот Амен. огонь. Аминь. მოდი მე მინდა რომ Давайте წამოვიდეთ мы უფასო. привстанем. მოდი ველოცოთ. Давайте мы ხოლოდ помолимся. ღმერთს ვიშვამდგოლოთ ჩვენი ახლობლებისთვის, ნათესავებისთვის, მათი გადარჩენისთვის, Будем молиться за своих родственников, близких людей, მთელი საქართველოსთვის. за всю страну нашу. მაგრამ Грузию. ძვირფასებო, მთელი საქართველო ვერ გადარჩება თუ მხოლოდ მწყემსი იქადაგებს სახარებას. Вся Грузия, она не спасется, если только пастор будет წარმოიდგინეთ, ერთი проповедовать. კაცი რამდენ შეწუდება, ხოლო 100 кაცი რამდენ შეწუდება. Как много может коснуться один человек, но как же, если 100 человек, они коснутся больше? უბრალოდ კითხვა რომ დავსვათ. Если же задать вопрос, ბოლო 1 წლის განმავლობაში რამდენ ადამიანს უქადაგე სახარება? за последний год скольким людям ты проповедовал? ხო საინტერესო კითხვა არის. Хороший, да, вопрос. ან ბოლო 1 თვის განმავლობაში რამდენ ადამიანს უქადაგე? Или же в последний месяц скольким людям ты проповедовал, ბოლო 1 კვირის განმავლობაში а в течение недели? ხვდებით ძვირფასებო სერიოზული პრობლემები რო. Понимаете, да, о том, что у нас серьезные მე არ проблемы. ვამბობ რომ არავინ ამ ეკლესიიდან სახარებას არ ვქადაგებს. Я не говорю, что никто не проповедует из этой церкви და Слово საერთოდ Божье. არ ვლაპარაკობთ ღმერთის И мы შესახებ. не говорим о Господе. არა, ბევრი თქვენგანი აქტიური არის, Вы ბევრს ქადაგებს. активны, очень много проповедуете. მაგრამ Но. როიტყვენ მართლაც ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყოს. Один голубь не принесет, да, так сказать, ласточка, да. ასე რომ ძვირფასებო, модით ყველა ვიქადაგოთ სახარებას. Давайте мы все будем нести Слово Божье в мир. ჰალელუია. Аллилуйя. უფალო იესო ქრისტე. Дорогой Господь Иисус მე Христос. მადლობას გიხდით დღევანდელი დღისთვის. Я благодарю Тебя за сегодняшний მე день. მადლობას გიხდით ჩემი დაძმებისთვის. Я благодарю Тебя за моих братьев и მადლობას сестер, გიხდი ეკლესიური ცხოვრებისთვის. за церковную жизнь, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ღმერთო შენს წინაშე. что мы живем пред Тобою, Господь. რომ შენი მსახურები ღმერთო ელაპარაკება ამ ეკლესიას. Что служители, они говорят в этой церкви, რომ ჩვენ ვიზდებით სულში, რწმენაში, что мы возрастаем в Слове, в вере, კიცდებით შენ შემეცნებაში ღმერთო. утверждаемся в Твоем познании. შენ აკურთხებ და შენ ცული ჩვენს ცხოვრებას. Ты, Господь, благословляешь и изменяешь наши მაგრამ жизни. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს ჩვენი უწინარესი მოწოდება. Но мы не должны забывать наше призвание, ვიყოთ ცოცხალი მოწმენი იესო ქრისტეს. быть живыми свидетелями Иисуса რომ ვიყოთ Христа, სინათლე და მარილი ამ წუთის სოფელში ღმერთო. чтобы быть с той солью и тем светом для этого მე გთხოვ мира. ღმერთო და დადო ჩვენს ბაგეებზე ეს სახარების სიტყვა. И я прошу Тебя, Господь мой, положи на уста наши слова მოვიდეს ეს Божье. ცეცხლი ღმერთო ჩვენს Пусть ცხოვრებაში. придет этот огонь в нашу жизнь. მოვიდეს ეს შრომგებლობის სული და თანაგზნობის сული დაღუპულთა მიმართ. Пусть придет, Господь, ходатайственная жизнь в нашу, Господь, наши слова. რომ მხოლოდ ეგოისტურად საკუთარ თავებზე არ ვფიქრობდეთ Чтобы ღმერთო. мы эгоистично не думали только о себе. და მოგვეცეთ მტკიცე გაბედულება И дай ღმერთო. нам твердое რომ дерзновение, უფრო მეტად გაბედულად ვიქადაგოთ чтобы мы სახარებას. еще дерзновением шли и და ჩვენ проповедовали. წამს ღმერთო. И я верю, Господь, რომ შენი სიტყვა ცოცხალი და что მოქმედია. Твое Слово, оно живо და и როგორც შენი действует. სიტყვა ამბობს, И как Твое Слово რომ говорит, თქვენ წადით და იქადაგეთ что სახარება. вы идите и проповедуйте, ხოლო მე დავამოწევ ჩემი а ნიშნები я და буду სასწაულები. сопровождать вас знамениями моими. ჩვენი მოვალეობა სიტყვის თესვა. Наша, Господь мой, მე გთხოვ мы იესოს должны идти სახელით, во имя Иисуса რომ Христа. მოვიდეს ეს სული ღმერთო Пусть გამოღვიძებისა, придет этот Дух, Господь, სული пробуждения, მახარებლობისა, Дух евангелизации, სული თანაგრძნობისა. Дух, Господь, который Иисус страдает сахи. во имя Иисуса Христа. იესოს სახელით.